თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებზე გაკეთებული მილიონები კომპანია, რომელიც დიალიზატორებს ორჯერ გაზრდილი ტარიფით ყიდულობდა და ამ კომპანიის ხელმძღვანელები, რომელთა ანგარიშებზე ეგრეთ წოდებული 10 კატიდან მიღებული თანხა ირიცხებოდა. ვიავიტა მძიმე ავადმყოფობისთვის გამკუთვნილ პრეპარატებს სახელმწიფო სახსრებით, მაგრამ ხელოვნურად გაზრდილი ფასებით ყიდულობდა. ზედმეტ თანხას კი გერმანელი პარტნიორები ქართველი ბიზნესმენების პირად ანგარიშებზე აბრუნდებდნენ. ამ სქემით ვიავიტას დამფუძნებლებმა 2 მილიონზე მეტი მიითვისეს. ეს იმ დროს, როდესაც ბევრი პაციენტი სიცოცხლისთვის აუცილებელ დიალიზის პროგრამაში ჩართვას ელოდება. თირკმელების ჩანაცვლების თერაპიით მკურნალობაში სახელმწიფო წლების განმავლობაში ორჯერ მეტ თანხას იხდიდა. კორუფციული სქემით დიალიზატორის შემომტანი კომპანია ვიავიტა მუშაობდა. კომპანია საიდუმლო გარიგებით გერმანულ Fresenius Medical Care-ის კავკასიის რეგიონალურ კოორდინატორთან ერთად მოქმედებდა. ინვოისებზე გაზრდილი თანხის დარიცხვის შემდეგ ვიავიტას გენერალური დირექტორი და Fresenius-ის მენეჯერი ეგრეთ წოდებულ 10 კატებს თანაბრად ინაწილებდნენ. სადაც ფიქსირდებოდა ხელოვნურად გაზრდილი ფასები. აღნიშნული წლების განმავლობაში შესაბამისი მასალების ღირებულება დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე გადარიცხული არის გერმანიაში, საიდანაც ეგრეთ წოდებული 10 კატის სახით ჩვენს მიერ გერმანიაში გახსნილ ანგარიშებზე ჩვენ გადმოგვირიცხა 2 მილიონ ლარამდე. ვიავიტას გენერალური დირექტორი და გერმანული კომპანიის მენეჯერი მარტივი სქემით მუშაობდნენ. ბიუჯეტიდან მიღებული თანხის გადარიცხვის შემდეგ ეგრეთ წოდებული 10 კატი გერმანიაშივე ნაწილდებოდა. იმისთვის, რომ ქართულ საბანკო ანგარიშებზე დიდი დარიცხვები არ მომხდარიყო, ვიავიტას გენერალურმა დირექტორმა ანგარიში გერმანულ კომერსანტ ბანკში გახსნა. კონსტანტინე ჩივჩიური ეგრეთ წოდებულ შავფულს უკვე თანაბრად ვიავიტას კიდევ 3 თანადამფუძნებელზე, დავით ხაბეიშვილზე, რევაზ ანთაძესა და იოსებ მაისურაძეზე დანაშაულის დაფარვის მიზნით ისინიც გერმანული Deutsche და Dresden ბანკებით სარგებლობდნენ. გათვალისწინებული იყო ეგრეთ წოდებული 10 კატი 10-დან 20%-მდე, რომელიც ხდებოდა გენერალური დირექტორის ანგარიშზე გერმანიაში გახსნილი ბანკის ბარათის მეშვეობით. აქედან ეს აღნიშნული 10 კატი ნაწილდებოდა დანარჩენ პარტნიორებზე. მასალები შემოდიოდა ხელოვნურად გაზრდილი ფასებით, რომელიც მითითებული იყო ინვოისებში, საიდანაც ეგრეთ წოდებული 10 კატის სახით ჩვენს მიერ გახსნილ გერმანიაში ანგარიშებზე კონსტანტინე ჩივჩიური და ჩვენ ვღებულობდით 10 კატის სახით 10-დან 20%-მდე. საერთოდ ჯამში ამ წლების განმავლობაში გადარიცხული არის დაახლოებით 15 მილიონი ლარი. ყველაზე დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება ვიავიტას დამფუძნებლებმა 2008 წელს მოახერხეს. პროკურატურის მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, მათ ბათუმში დიალიზის კაბინეტი გერმანულ კომპანიასთან გაფორმებული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე გახსნეს. დოკუმენტის მიხედვით, გერმანულმა კომპანიამ 300.000 ევროს ოდენობის ცესხი ქართულ შეპესეს უპროცენტოდ გადასცა. თითქოს და ეს კომპანია შეპესე ვიავიტას აძლევდა უპროცენტო სესხს, ფინანსურ დახმარებას. სინამდვილეში ეს იყო ეგრეთ წოდებული შავი ფულის 10 კატის გათეთრების ერთ-ერთი სახე, რითაც კონსტანტინე ჩივჩიური 10 კატის სახით მიღებულ თანხებს კანონიერ სახელს აძლევდა. ეგრეთ წოდებული 10 კატი ირიცხებოდა გერმანულ საბანკო ანგარიშებზე და მას ოფიციალურ დოკუმენტებში საკომისიო ეწოდებოდა. სინამდვილეში ეს იყო შავი ფულის გათეთრების საკმაოდ აპრობირებული სქემა. გერმანულ Fresenius Medical Care-ში, რომელიც თირკმელების ჩანაცვლების თერაპიის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, აცხადებენ, რომ კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კომპანიას, რომელიც კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა, წარმომადგენლობა მსოფლიოს 100 ქვეყანაში აქვს. ამ დროისთვის მომხდარზე რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს ჩემთვის სიახლეა. ჯერჯერობით ინფორმაცია უნდა გადავამოწმოთ და როცა მას მივიღებთ, მაშინ შევძლებ კომენტარის გაკეთებას. კომპანიის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ კი საერთოდ არაფერი ვიცი. რომ მჭირდება რომ რაიმე გავარკვიო. პროკურატურის ინფორმაციით, ქართულმა კომპანია ვიავიტამ კორუფციული სქემით მუშაობა 2006 წლიდან დაიწყო. სახელმწიფოს კომპანია ერთი დიალიზატორის შესაძენად 90 ლარს თხოვდა. 2010 წლის დასაწყისში ხარჯები გაზარდა და მედიკამენტში 120 ლარი მოითხოვა. შესაბამისი წერილით კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხელი ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ მოაწერა, ისე რომ ხარჯები არ დაუთვლია. დიალიზატორის რეალური ღირებულება კი კონტროლის პალატამ დაითვალა. სწორედ მისი დასკვნის საფუძველზე დაინტერესდა პროკურატურა ვიავიტას საქმიანობით.
გახსნილია ორგანიზებული კორუფციის და ფულის გათეთრების კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა. მითვისებულია დიდი ოდენობით თანხები გერმანულ კომპანია Fresenius Medical Care-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამკურნალო პროგრამის ფარგლებში მიითვისეს და გაფრანგეს დაახლოებით 14 მილიონამდე ლარი. ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ვიავიტას კორუფციული გარიგების შედეგად 14 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. აქედან 2 მილიონი ეგრეთ წოდებულ ატკატებზე, ხოლო დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა მომსახურებისა თუ კომუნალური გადასახადების ხელოვნურად გაზრდაზე მოდის. კონტროლის პალატის დაანგარიშების შედეგად ერთი დიალიზატორის ფასი რეალურად შემომტან კომპანიებს 75-დან 80 ლარამდე უჯდებოდა. მისი ფასი ჩვენი კალკულაციის თანახმად უნდა ყოფილიყო 80 ლარი ან 40 ლარით ნაკლები მოქმედ ფასზე, რაც სადიალიზე მასალის ხელოვნურად გაძვირებულ ფასს უკავშირდება, რადგან სამინისტრო წლების განმავლობაში გაძვირებული ფასით ყიდულობდა გაძვირებულ სადიალიზე მასალას ერთ-ერთი კომპანიისგან, ვიავიტასგან. ვიავიტა საქართველოში დიალიზატორის ყველაზე დიდი იმპორტიორია, მას საქართველოს ბაზრის 80% უკავია, ხოლო დანარჩენ 20%-ს კი სხვა კომპანიები ინაწილებენ. მათ შორისაა შეპესე ჯანი, რომელსაც მედიკამენტი ქვეყანაში გაცილებით იაფად შემოაქვს. ჯანის წარმომადგენლობა გერმანულ კომპანია B Braun-თან თანამშრომლობს. ჩვენ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ფაქტობრივად რაც ჩამოგვაქვს ეს პროდუქციები, მაგალითად დიალიზატორი გვიჭდება დაახლოებით 15 ლარი. მაგალითად ეს თუ რაღაც ეს არის ყველაზე მთავარი ნაწილი, რომელიც არის გერმანული კომპანიის B Braun-ის. დაახლოებით ასე ჩდება. ეხლა გამოჩნდა ბაზარზე ცოტა ისე სხვა წარმოშობისაც, რავი, ჩინურები, ტაივანისები და რაღაც ექსპერიმენტული. საქართველოში თირკმელების თერაპიის ჩანაცვლებით მკურნალობა 1000-მდე ადამიანს სჭირდება. დიალიზატორის 1 საათის დაგვიანების შემთხვევაშიც კი მათ სიცოცხლე საფრთხე ემუქრება. წლების განმავლობაში პაციენტების უმრავლესობა ჩანაცვლების კურსს სწორედ აქ ხუდუშაურის კლინიკაში ვიავიტას კუთვნილ დიალიზის კაბინეტში გადიან. ხელმძღვანელი პირების დაკავების მიუხედავად ხუდუშაურის კლინიკაში დიალიზის კაბინეტს მუშაობა არ შეუწყვეტია. კორუფციული სქემის გაშიფვრის შემდეგ ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დაიზოგება და დიალიზის პროგრამაში ჩართვა იმ 150 პაციენტსაც შეეძლება, რომლებიც ამ დრომდე სახელმწიფოს მომსახურებით ვერ სარგებლობდნენ. მათი სიცოცხლე ამის გამო აქამდე საფრთხის ქვეშ იყო. მორჩეს ეს გარიგებების სქემა და ყველა ეს ფული უნდა მივიდეს ადამიანებამდე და იმ პაციენტებამდე, ვისაც ეს სჭირდება. და უნდა იკარგებოდეს სხვადასხვა შუამოვლებისგან გარკვეული კონკრეტული სქემების ფორმით. აუცილებელია, რომ ამას დაწერდეს კონტროლი და საზოგადოებრივი კონტროლიც მათ შორის. პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვიავიტას ბათუმის დიალიზის კლინიკაც. თირკმელების ჩანაცვლების თერაპიით მკურნალობა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა. კორუფციულ გარიგებაში ეჭვმიტანილი პირები კი უკვე თანამშრომლობენ გამოძიებასთან. 3 მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. კონსტანტინე ჩივჩიური კი წინასწარ პატიმრობაში რჩება. ვიავიტას 4-ვე დამფუძნებელი მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი სრულად დაანაზღაუროს.